5,000 ლარიანი გირაო თელავში ქორწილში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ამზომას ახალგაზრდა კაცისთვის პროკურატურა ითხოვს. მას განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხსედავებიან, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჭიღლაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი ძმის ქორწილში დაპირისპირება მოუვიდა რუსეთის მოქალაქეებთან. მათ დაკავებულების ახლობლების ინფორმაციით პროვოკაცია მოაწყეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილის მონაწილეებს და გარკვეული სითხე გადაასხეს. ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული ქორწილში მომღერლად დაქირავებული ალექსანდრე მრელაშვილის წინააღმდეგაც, რომელიც მოწმის სახით დაკითხეს და დაკითხვაზე მეორედაც შეაბრუნეს ძალის გამოყენებით. დაკავებული ჭიღლაძის ადვოკატი ვარაუდობს, რომ მუსიკოს შესაძლოა ჩვენების შეცვლას თხოვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. მარიკა ბოლქვაძე გვერდთვება თელავიდან. მარიკა, როდის გაირკვევა რა ზომას შეუფარდებენ დაკავებულს და იქნება თუ არა ეს გირაო? დიახსოფო, ვიდრე უშუალოდ გიორგი ჭიღლაძისთვის განკუთვნილ სასჯელის ზომასა და ფორმაზე საუბარს დავიწყებ, მანამდე უახლოეს ცნობებს გაგაცნობთ. რამდენიმე წამის წინ სასტუმრო აგარანის მამულებმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა თავის სოციალურ გვერდზე, Facebook გვერდზე პოსტის სახით. ისინი ამ პოსტში წერენ, რომ ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სასტუმროს ადმინისტრაციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა იმისთვის, რომ კონფლიქტური სიტუაცია გაენეიტრალებინათ და მალევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. ამასთან ისინი განცხადებაში წერენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ ინციდენტის თავიდან ასარიდებლად და მისი დეესკალაციისთვის მის ხელთ არსებული ყველა ტიპის შესაძლებლობა გამოიყენა და პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასტუმროს ადმინისტრაცია და დაცვის თანამშრომლები იმისთვის, რომ მხარეებს შორის სიტუაცია არ დაძაბულიყო და არ გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში. სასტუმრო ამბობს იმასაც, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მათ აწოდებენ ყველა ტიპის მტკიცებულებას, რომლის გადაცემაც ამ წუთებში სასტუმროს შეუძლია. სავარაუდოდ ეს შეიძლება იყოს ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები, რომლებიც ინციდენტის განვითარებამდე მის პროცესში და შემდეგ მოხდა. სწორედ სასტუმროს მიმართ ჰქონდა ორივე მხარეს ბრალდება, როგორც დაზიანებულ ქალს და მის ადვოკატებს, აგრეთვე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს. ისინი ამბობდნენ, რომ სასტუმრომ არ მიიღო შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ ეს დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშის სწორებაში არ გადასულიყო. გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი ამბობს იმას, რომ ჭიღლაძეს უცხოეთის მოქალაქის სასტუმროს ნომერში ასვლა იმიტომ მოუწია, რომ სასტუმრომ დროული ზომები არ მიიღო და გადაწყვიტა, რომ თავად დალაპარაკებოდა მათ. რაც შეეხება მეორე მხარეს, მეორე მხარე ამბობს, რომ მათთან მხოლოდ სასტუმროს ადმინისტრაცია მივიდა დაცვასთან ერთად და უთხრეს, რომ უბრალოდ ნომრიდან აღარ გამოსულიყვნენ და ვერანდაზე იქ საიდანაც ქორწილის მიმდინარეობა ჩანდა აღარ გამოჩენილიყვნენ. ჩვენ ცხადია ვესაუბრეთ ორივე მხარის ადვოკატს. რაც შეეხება უშუალოდ გიორგი ჭიღლაძის ბრალს, ის ამ წუთებში წინასწარი დააკავების იზოლატორშია მოთავსებული და კვლავ ოფიციალურად ბრალის დადგენილების გაცნობას ელოდება. ერთ-ერთი მედია საშუალების ცნობით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა შუამდგომლობას აყენებს იმისთვის, რომ გიორგი ჭიღლაძისათვის 5,000 ლარიანი საპატიმრო გირაო იქნეს დაყენებული, თუმცა ამას არადასტურებს პროკურორი. გიორგი ჭიღლაძის ადვოკატის ინფორმაციით ის ისაუბრა პროკურორს და ამ დადგენილებაზე პროკურორს ჯერჯერობით ხელი არ აქვს მოწერილი. რაც შეეხება მეორე მხარეს, ანუ დაზიანებული ქალის ადვოკატს, დაზიანებული ქალის ადვოკატი ამბობს იმას, რომ მისი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია, მას სახისა და ცხვირის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული, ელოდებიან მტკიცებულებების გამოკვლევას და ექსპერტიზის ჩატარებას. ამასთან ამბობს იმას, რომ აუცილებლად უნდა დადგეს ყველა მხარის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლების. ან გქონდეს კონკრეტული მტკიცებულება, რომ ის თუ რამე გადმოაცეს, ეს ნახეთ თვითონ სასტუმროს შენობა როგორია, იქიდან რამდენად არის ან აპარატი ჩაიწყած რაღაცა, არა რატო გაფუჭდა. საქართველოს დატოვებას ხომ არ აპირებენ, ან ხომ არ გისაუბრიათ ამასთან დაკავშირებით მათთან? ამ ეტაპზე არ აპირებენ, იმიტომ რომ ბრალდების მხარე მithova, რომ რამდენიმე გარჩენილიყვნენ, გაზარალებული მით უმეტეს ვერ აპირებს, იმიტომ რომ ხენას კატეგორიულად გამორიცხავს ექიმი, რეკომენდაციას არ გვაძლევენ მის გაბედაზე, იმიტომ რომ მისი ჩასვლა საფრთხე შეიძლება შეექმნას და ჯერჯერობით აქ არის. სასტუმრო რომელიც ვერ უზრუნველყოფს დაუშვათ მისი სტუმარის დაცვას, სასტუმრო რომელიც ესე გასცემს, რომელ ოთახში იმყოფება მისი სტუმარი, მოქალაქის ასეთ ინფორმაციას, რომელ ოთახში, რომელ საკუთრზე იმყოფება მისი სტუმარი, როგორ ფიქრობთ ახლა მისი გასწრების საკითხი არ უნდა დადგეს? დადგება ეგაც. რაც მითხრეს და კომპეტენტური პირისგან რაც აქვს ინფორმაცია, რამდენიმე წუთი წინ ვესაუბრეთ, მექანიკურობის განხარებით
ჯერჯერობით გადაწყვეტილება პროკურატურას არ აქვს მიღებული და არ ფლობს პასუხის ინფორმაციას, სანამ ოფიციალური დოკუმენტი არ იქნება მოსაღებული მნიშვნელოვან შუაგულობასთან დაკავშირებით. ღამის 3 საათამდეა ბრალის წარდგენის ვადა და როდესაც ბრალის წარდგენება მოვინახულოთ, უნებრივია, მანამ არ შეგვიძლია არანაირი კომენტარი დაფიქსირება აღნიშნულ საკითხზე. დიახ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სასტუმროს თანამშრომლებიც იყვნენ გამოკითხვაზე იყო აგრეთვე მომღერალი, რომელიც ქორწილში იყო მიწვეული, სასტუმრო განცხადებას აქვეყნებს, როგორც გითხარით, განცხადების ბოლოს სასტუმრო წერს იმასაც, რომ აცნობიერებენ იმას, რაც მოხდა მათ ტერიტორიაზე, ისინი ეცადნენ და გააკეთეს ყველაფერს, თუმცა ინციდენტის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. გიორგი ჭიღლაძე ახლა ბრალის დადგენილების ოფიციალურად გაცნობას ელოდება წინასწარი დაკავების იზოლატორში და იმ შემთხვევაში, თუ მას წაყენებული ბრალდება, დაუმტკიცდება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.